აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. მხარებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა, ასევე განვითარების პერსპექტივები. აღნიშნა, რომ აქტიური პოლიტიკური დიალოგი და ინსტიტუციური მექანიზმები, მათ შორის 2022 წლის მემორანდუმი და 2025 წელს შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ეფექტიან საფუძველს ქმნის პარტნიორობის გაღრმავებისთვის. ყურადღება დაეთმო სავაჭრო ურთიერთობების ზრდას. აქცენტი გაკეთდა ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით თანამშრომლობაზე. ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრსაც შეხვდა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მევენახეობა მეღვინეობის მიმართულებით. ეს არის შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს სავაჭრო ურთიერთობები, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობა. რაც შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებას, მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანთან გვაქვს აქტიური თანამშრომლობა, როგორც რეგიონულ ჭრილში, აქ შესაძლებლობებით განვითარების როგორც ბიომრავალფეროვნების კუთხით, ასევე სხვა დანარჩენი მიმართულებით გარემოს დაცვის ნაწილში. გვაქვს თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი სოფლის მეურნეობის, მეცნიერების და კვლევების მიმართულებით, მათ შორის სასაზღვრო დაავადებებთან ერთობლივი ბრძოლის კუთხით. აქტიურად ვთანამშრომლობთ მეღვინეობის მიმართულებითაც. ქართული ღვინო მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და აზერბაიჯანი მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია. ქართულ მეღვინეებს აქვთ მდიდარი გამოცდილება და ცოდნა, რაც ჩვენთვის საინტერესო და სასარგებლოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება ჩვენი სოფლის მეურნეობის დარგის გამრავალფეროვნებისთვის. მაგალითად, ჩვენ მოგვყავს ყურძენი დიდი რაოდენობით, მაგრამ ღვინის წარმოება საქართველოში კარგად განვითარებულია და ჩვენთვის საინტერესოა ამ გამოცდილების გაზიარება. სწორედ ამ საკითხზე გქონდა საუბარი მინისტრთან დღეს. სანერგეების მიმართულებით ჩვენ გავაფართოვეთ თანამშრომლობა. ჩვენ ისტორიულად მოვიხმართ ქართულ ჩაის. ჩვენ ხალხს ძალიან გვიყვარს ქართული ჩაი. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, რომ უზბეკეთში გვინდა ჩაის კულტურის გაშენება. საქართველოს გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.